Ვარესიავა ირაკლი 22 წლის სწავლობ სახომის ფილიალში ევდუ ფაკულტეტზე. ნინო ანანიაშვილი სწავლობ უნივერსიტეტში, მეორე კურსზე გადავედი გრაფიკის ფაკულტეტზე. შანსები შემდეგ კურსზე გადასვლის მაქვს 50-50-ზე. აქამდე მოსვლა გამიძნელდა. ვარ ვიცი რამდენად მაქვს შანსები ახლა, არ ცხოვრები ვინახი არ, ნამდვილად არ ვიცი. და ძნელი იყო კი აქ მოსვლა, იმიტომ რომ მეორე ტური გამიჭირდა, აი ძალიან ვაღიარე. სახელი? ნინო. ნინო. ირაკლი. აჰა. კაი ბატონო. კაი ბატონო. რა გინდათ ახლა სად მიდიოდი? რა გინდათ ამ ლიფტში? ამ ლიფტში? ხო. რა მიდიოდი ახლობლად. კაია თუ ახლობლად ბანკში გას. შენიერია. შენ? მე ვკატავდი ესა და. კარგი. აბა. არა. აი საკატალოგი ნახე. კი, თან რაღაც. ცალხანში გავაგზავნე იმედია, ხო? დიახ, თქვარი ჭედება. საქართველოს ხო სინათლის ქვეყანა. აბა. აი შენიერი გოგო ხარ რა უნდა იყოს. კაი, ბატონო. არა. რა, ამის თქმა ხო არ გინდა? არა, პირიქით ველოდები რომ შენ თქვა. არა, მე შენ გელოდებოდი. გოგო ხარ და გითმო. კაი. მე უფრო სმენის კულტურა მაქვს. ხო, არა, რაც მე კულტურა. არა, ხო, არა. აბა. არა ცუდია რა გაჭედვა. რის გაჭედვა? იმ ადგილის სადაც ხარ. ლიფტის ხო, ძალიან ხო, არა, მეტროშიც ვარ გაჭედილი ერთხელ. ორჯერ. ძალიან ცუდია. კაი, რა კლაუსტროფობია არ მოწუხებს ან. ხო, ძალიან ცუდია. არა, მონტებში არის. ბაგჭი, სახაი გაგუძებული ხარ? ხო. ახლა მეძინა და პირდაპირ წამოვედი რა. ცუდი აქ არა ისეთი რაღაც გარემო, თორე თორე დავაძინებდი? არა, მე არ დაგაძინებდი, შენ დაიძინებდი. ხო, კარგი. აბა. ცუდი ჩავიგოზე. თორე ძალიან ტკივანა. ტკივა. ხო, მასაც ვარ ამგეთებდი. არა, ეს ასაკის ბრანდია. ალბათ. რამდენი ხარ? 22-ის. შენია. შენ 18-ის. მაგარი. მოდი მეც ჩავაკურსავდი. ხო, ჩავაკურსავდი. შეშნე ჩასაკურსინადი. რა ბეჭედი გიკეთია? უბრალოდ შეგვიწყალე. კი, შეგიწყალეთ. ბაზარი არა. ბაზარი, რაც მაგის ბჭერა. ხო. აბა. არაფერი ხარ, შემიძლია ესე ჩუმად უყო რა. არა, იყვინე იწილე თუ გინდა. არა, ყველი დაწევილიც. აბა დაგინდა. თავი გაცემიო? არა. აბა. მოდი რამე თემაზე ვისაუბროთ. რა თემაზე ვისაუბროთ? რაში ხარ ძლიერი შენ? რაში და კონფუს ფლობ. კონფუს ფლობ? ხა. მეტია. აუცებ რა, რიმართო, სერიოზულად. რა? აი, ჰაერის გამოყენება მოკლედ რა. უნდა ფლობდე ამ ხელოვნებას და შეგიძლია ჰაერის შეიკავო, რომ დაგარტყან და არ შევიდეს. ორთიძე დადგე. მართლა. ხო. გეფცე. არა. შენდგები ისე? არა, იქ იღებენ 3-4 წელს ბავშვს და დაიწყორება უნდა ზარდონ. ასწავლონ და მარტო ბიჭები. და მე ორთიძე დგები და რამე. მაგარია. კი, შუშას ხრეთ ნემსით. შენ ხრეთავ შუშას ნემსით? კაცო, მე არა, კონფუს ვინც ფლობს ის. ეს სწრაფად ურტყამს და მოყვენჩი თუ როგორ? არ ვიცი. ლაივში არ მაქვს ნახე. საჭმელი? დამიყვარს? არა, არ მოგწონს ის იაპონელი.
და შემოგწონს? ბევრი კი არ გამისინჯავს, მაგრამ მაინც. რაც ჯამე კაი იყო. ხო. ესე რა გიყვარს ხო? ისე რა მიყვარს? ისე რა მიყვარს. ყველაფერი გემრიერი. მაინც ხა ყველაფერი გემრიერი ხო არა? ბულიონი გიყვარს? ძალიან სხვათა შორის მაგრად მიყვარს. უფალი შეგიწყალ. შენ რა გიყვარს? კაი დამცინი. დადო დაგცინი რა. არა, არ მიყვარს. შენ რა გიყვარს? მე მაკარონი. ხო, სპაგეტი? თითქმის ყველანაირი. აბა. ასე გემრიერი რატო გიყვარს? ჩინელები. ჩინელები. მაკარონი, ბრინჯი. ბრინჯი. იტალიელების გიყვარს? ხო. კი, აბა ხა ხო მოიგეს. აი რა დამედო. რო დაგედო მოიგებდი. არა, რო დაგედო წააგებდი. რატო? როგორ დადებდი ახლა? ტოტალიზატორში. ხო, ტოტალიზატორში გეოვნები. რავი, მე არ ვიცი, მე გენი. არც რა, ვიდმეს დაძახება რომ შეიძლებაოდეს. თან ასიზამთიო დაუძახებდი. 9-1-ზე დავარეკინებდი. ხო. 0-22 არ ჭერს ხო ხარ. 21? 22. 22 სხვა არის. 21 არის რამე? არ ვიცი. არის რა რამე? რავი, აბა. 0-3 ვიცი მე. 0-3. 0-3 სასწრაფო ალბათ. ხშირად სარგებლო? არა, ჩემ უბანში ამოდის თითქმის ყოველ საღამოს მაგის მანქანა და. უბანიც არ გაქვს. თაწმინდა. მაგარი ხალი იყო. კიდე აი. მაგარია. ნუ კიდე ეს არის ჩემი საყვარელი. რა? რა შემიძლია? რამდაგღალა? ესე რა. აი ეს ადი ხარ ნაცნობთან და ჩერდება ლიფტი ხო? ხო. მე სხვა ნაცნობთან ადი. თან ვიჭედები ნინოსთან, ხო? აუ. არ მუშაობ. როგორ? არ მუშაობ. მე რა. ვერ მუშაობ. შენ? მე დავიწყე ხო რა. სად დაიწყე მუშაობა? ჩინურ რესტორანში. სადა? ჩინურ რესტორანში. და რასაკეთებ? და იმიტომ გევასება ჩინური კერძები? ხო, იგავსინჯე და ძალიან მომეწონა. ნაბა. და აი რასაკეთებ მუშაობა? აფიციანტი. ხალხი ხო შემოდის, მენი უნდა გააცნო რაღაც. ძალიან ბებია, აბა. რავი, ხო თავარი ახლა კარგად გავამივიდეს. მივიყურებ ისე თითქოს მოწონს ყიდი და მე გაგაღვიძე. ხო. რა. აუ, ვისვენებ რაღაც რა. არა, არა, არ მიშ. ხო, ეს მომეშვება, ხო? თავარი კედლებზე არ გახვიდე, მეწამეჭერზე არ დაეკიდე. რო გავიდე, ჩამოვარდე რასიზმში. დაგცინებ მართალი თუ გინდა. დაგცინე. აი, სერიოზულად გეუბნე, ხარ მოგატყუებ არა? დავცინე. აბა ლიფტში კედელზე რო ახვიდე და რო ჩამოვარდე, არ გავიცინო? შენ რაღაცაზე ნერვიულობ, ა? ხო, რაღაცა მინდა გითხრა და ვერ გეუბნები, რა. ხო. რამეს? ჩერდები, აი ეს რა. არა, ჯობია. თან იქნებ სიაროში დაგავიწყდეს და. არა, თავრუდა მე ხო ახლა ისე. თავრუდა გეხვა? ხო. აუ, შამაშინ გემზე არ უნდა დაჭდა ზოოპარკში. გემზე ზოოპარკში? არა, საერთოდ არ ვждები, მაგრამ მეშინია ეგეთ რაღაცების. აუ, რატო? ძალიან მაგარია. მეშინია სიმაღლის რა ეს. აგ შრამი რომ აქვს. ხო. აი ეგეთ ისო პატარები როა რა. ის დამეჯახა. მაგის მაგ შრამი და გვეშინია რა ერთმანეთის რა. ხო. და ისო. მასამე ის ამშენებლობის მეშინია. თუ შრამები წავიდა, ჩამოვარდი და საიდან ჩამოვარდი? ბლოკიდან. აი ეს რა გიკეთე კაფეცებ ერთი რა. ეს პომოჩია ბიჭო. პომოში? პომოში კი არა, ქართულად როგორ არის ის რა? მაშველი?
ხო მაშველი. და მეორეზე რატო არ არის? იმიტომ რომ მეორე არ მაქვს. და ესე უნდა გაიკეთო? ესე. არა, აი როგორც არის შვენიერია. და რა მოვალეობას ასრულებს ახლა ეგ? მან რომ თვალსუხარია. ხომ ასე ვთქვათ. ძალიან კაი რაღაცა. რასერჩი. გასაგებია. ხობა. შენ გეტყვა წყნარი ბავშვი ხარ ოჯახში არა? მე სხვათაშორის ძალიან გიჟი ყოფილობ, როგორც მეუბნებიან, ხო? ესე იგი სხვასთან მქონია მორიდება, ხო? შენ აი რაღაც იმას მიქენი რაღაც ჩამკეტე და მე ჩაკეტე შენ? მოიცადე, რადგან ჩაკეტე რომ მე მოგერგება. საძუნდა მომარგო ჯერ მითხარი და დაჭერი სამხსენი როგორ ჩაკეტე გაფიცებ. ვიცი. მანახე რა შენ გასაღებები სადაც კიდევ ნახე. სასედა რომ გამოდიხარ ახლა უნდა ჩაკეტა. რა. მე ჩაკეტე ხო? არა გწონია პირიქით. ესე იგი შენ თავს ვერ ფლობ. ეგრე გამოდი. აი ხა ჯიბაში რო ხელი გაქვს. ხო. მე მგონი არ გაინტერესებს რასაც ვაპარაკო. სხვათაშორის მაინტერესებს კი არა. აი სმენად ვიქეცი რა. მაშინ ხალხასდა. უფროს როცა ელაპარაკები ამოიღე ჯიბიდან ხელი. უფროს. ყველაზე უცნაური რა იყო იცი? ერთმა მითხრა ის მომღერალი როა ერთი იცი იანგილანი. არა. მოკეთ რა კაცი არის და გძელი თმები აქვს და მაგარი კაცია და იმას გავხარო აზე ხარ. წარმოგიდგენია მე რა ხა კლაუდია შეფერ შეგადარო. რატო ხო არის ლამაზი კაცებიც არიან რა? ხო მაგრამ მე გოგო ვარ მე არ ვარ კაცი. არიან ისეთი კაცები просто თმარო გაიზარდო ხო? აი სამოგებს გოგოს. უპი გოლდბერგს ატარებ თავს? უპი გოლდბერგს მე არ შევადარ. просто შავკანიანია მე თეატრი ვარ რა. მარტო განსხვავება შენ ხო ბიჭი ხარ და ის კიდე ქალია. უპი გოლდბერგი. მაგარი ქალია. ძალიან სხვათაშორის. ძალიან მაგრად ავაფასებ. აფასებ? ხო. ხო, პირად ურთიერთობებში ისე კარგად ჩემოდის ესე. სხვათაშორის იმ დროს ნახე რა რუსთაველის მეტროსთან იყო, ყველა და ვისელოდები მეთქი და ახლობელს. საერთოდ მე მადონას რეცეპტს მივსვდი და ვთქვა რომ თუ გინდათ რომ მუდამ ახალგაზრდად გამოიყურებოდეთო, მუდამ შეყვარებული უნდა იყოთ. და გყავთ ესე შეყვარებული. არა. რა კარგია. მე საერთოდ მონასტერში წასვლას ვფიქრობ. იქნებ გადაგაფიქრებიოთ. ამ გზის ფული მომცეთ. რატო? ფული ღირს წასვლა. მაშინ ვერ მოგცემთ მაგზის ფულს. იყოს. შევაგრავებ ჩემით, ვიმუშავებ, შევაგრავებ. Так, იცი რას ნიშნავს იმაზე უკრაინულად? ვოტაკ? არა, ვოტკი არა, так. Так, არ ვიცი. კმარა. Так, კმარა. და უკრაინულად. ალბათ ვიცი უკრაინულად ირაშკა რას ნიშნავს? არ ვიცი. არ ვიცი. რას? სათამაშოს. ხო? ხო. აბსოლუტ სიმღერაში იყო რა, ესეც სიმღერა იყო უკრაინულად. უკრაინელი მიმღეროდნენ. და მანდი იყო რა ეს. მე ჩინურად ბიჭი ვიცი. როგორ არის? ნახა. ნახა? მე მეგრულად გოგო ვიცი. კეცა ლინგვისტური ის გამოგდი საუბარი. მე ისე სხვათაშორის რა ვიცი, იცი? ნელა თავი მიარტყი? არა, ხელი. თავზე უკეთესი ხმა იქნებოდა დამიჩენე. არ თავზე იქნებოდა, ესეთი ხმა იქნებოდა. ყრუ არა რა. არასო кайფობთ ხომ მეც მე და მომაჩემი ჟურნალისტები რა შეცდომებს უშვებენ. ხო. აი მე გვამართებთ. ის საუნდყოფოში მოვიდა ორი მკვდარიო ერთხელ. თუ რაღაც ეგეთი თქოს. წარმოგიდგენ მკვდარი რომ მოდის თავისი ვენოკით, კუბოს რომ მოათრევს. ცალი ხელით რაღაცა. გალურჯებული საათი. ჭირის უბნებს რომ უნდა დროზე-დროზეო, ხო? ხო, მკვდარი რომ ისდოს წიგნი. კარგი. რაღაც ეგეთი. აბა. რა არის? არა. ამაზე რა გამახსენდა იცი? ტრისტანი და იზოლდა. ხო, აი. მე ამაზეც რა გამახსენდა ახლა? რა? ერთი ფილმია რა.
ეს ძმები რო არის. თავზე ნადირობა. ხო, ზუსტად იმას პარტია რა. ხო. საიდან გაჩიტი ხა ეს? აი ამას მოძრო. და კიდეც რა ვიცი პუშკინზე? როგორ მიხვდა, იცი რა ცოლი ღალატობდა. თვითონ ხო იყო მუქი ფერის. რა იყო მუქი ფერის? პუშკინი. და ტუჩებზე წაისვა მურივით. მაგრამ ცოლს რო აკოცა ხო ტუჩებზე, ხო გადავიდა, ცოლმა კი დანტეს აკოცა. და დანტესაც გადავიდა. ხო, და მე ნახე, ტვინი კაცი იყო. მაგარი. მაგარი ტვინი ყოფილა. შენი кайფებს. არა, кайფ, ტვინი ყოფილა. კი, კრასავიცა ცოლი წყავდა. ხადნა? კრასავიცა ცოლი წყავდა. პირადად ცნობდი? ჰა? პირადად ცნობდი? არა, პირადად არა, ერთ-ერთჯერ მინახია. ვინი ვერ მახთაროა, ხო იცი რაღაც. აჰა. საყურები რო იყიდება სამლანი. საყურებს ხო იყიდია? არ კი რა ყიდიდა, ყიდულობდა. ვიდი ხა დატრიად გამოაცხე რა. რა გამოგიცხო? რა და ფუნთუშა მინდა? ფუნთუშა. ხო, ხანტო ის ჩავიწერ, ხო? ქიშმიშებით არა. აბარითი გინდა. არა, ჩარიელისე უბრალო. უბრალო ქიშმიში. ქიშმიშით არა. ხო, უბრალო ბულკი, ხო? ხო, კაი. ხანტო ლამაზი მინდა პატარა. და ლამაზი. და აა, პრიორიტეტს არა. და ძებინდა ერთი ჭიქა, ხანტო ბურიანკა. ეს კავერიდან გავიგე ჩემი ნახე საკუთარი თვალებით რომ ჭიანჭველებს არასდროს არ სძინავთ. ჭიანჭველებს არასდროს. ყველაზე მშრომელი ცხოველები? წერები? თუ ცხოველები? ჭიანჭველა. ქვეწარმავლები? არა, ქვეწარმავლები. აბა რა არის? ისინი რა, ჭიანჭველები, ნუ. მოკლედ ყველაფერი. ჭიანჭველები. აუტორა მაგ რაღაცას აკეთებენ, ხან 60 მეტრზე ჩადიან მიწაში. და ერთი დიდი ბუდი აქვს და მე არის გზები დაყოფილი და რა. და ერთი დედიკო. ოთახ. პრინცესა ალბათ. შემოც ფილმი გაქნა ნახი? არა, ფილმი მაგას არ ნახე. გიყვარს ხა მულტფილმები? კი. ახ. მეგობრებო, ჩვენ გაყვანას არ აპირებენ.